მუზეუმში. შენ ფუჩი მე ყველაზე ძალიან მიყვარს ორი კოსტიუმი სანდრო ინაშვილის, რომელიც არის ძალიან ლამაზი, ეს არის ატლასის კოსტიუმი, რომელიც სპეციალურად სანდრო ინაშვილისთვის შეიქმნა იტალიაში 23 წელს და ჩვენ ქონდა ძალიან საინტერესო გამოფენა იტალიის ელჩის მხარდაჭერით ვიტორიო სანდალის სულად განსაკუთრებული კაცი იყო. ჩვენთან ინახება საარქივო დოკუმენტთა ფონდში უნიკალური მასალა იტალიური ოპერის 1851 წელს იტალიური ოპერა ჩამობრძანდა აქ. აქ იყო არაჩვეულებრივი საოპერო თეატრი ეხლანდელი თავისუფლების მოედანზე, რომელიც ააგო იტალიელმა ჯოვანი სკუდიერიმ და 4 წელი იყო მერე დაიწვა. ჩამოვიდა იტალიური ოპერა, რომელიც აქ დარჩა. აღარასდროს აღარ წავიდა. ისინი აქ დაქორწინდნენ, დაოჯახდნენ და ცხოვრების ბოლომდე იყვნენ აქ. ალექსანდრე ძიუმა წერდა, რომ ეს ქართველებიო ისეთი უცნაური ხალხიაო, ძალიან უყვართო ქეიფიო და იტალიურად, მე იტალიურ არიებს მღერიანო და იტალიურად რო დაელაპარაკებენ ხმას არ გწემენო. ხო, რა თქმა უნდა იტალიურ არ იცოდნენ, მაგრამ იტალიურ არიებს მღეროდნენ სუფრაზე. სვანშლაგი იყო. აი ყველა ეს მასალა არის ჩვენ მუზეუმში. ამ ფოტოები ამ იტალიელების ხელშეკრულებები, რომელიც მაშინ დაიდო საოპერო თეატრთან, სხვადასხვა როლებში, აფიშები, სამასიათასამდე ექსპონატია სააფიშო ფონდში დაცული. უნდა მობრძანდეთ აუცილებლად. ჩემს ფონდში დაცული 1882 წელს შექმნილი აფიშა, რომელიც მიართვეს პიესას სამშობლოს ავტორს, ანუ დავით ერისთავს. და ყველა მსახიობი აწერს ამას ხელს. ორი აფიშაა ესეთი დაცული, ერთი ქუთაისის საზოგადოებისგან მირთმეული ავტორისადმი და მეორე ქართული თეატრალური დასის მიერ მირთმეული. და მოვიდეთ აუცილებლად მობრძანდეთ. მე მაქვს ესეთი, რა ვიცი, შეგრძნება, რომ როცა რაღაც მოთხრობას წერ ლექსწერ, 3 წერტილი ისმევა, ხო, რაღაცა რომ გრჩება კიდე უთქმელი და ამ გადაცემას ძალიან მოუხდებოდა 3 წერტილი. გაგრძელება იქნება, ოღონდ კადრს მიიღმა, ანუ უკვე იქ სიყვარულის სასახლეში თუ როდის გამოიფინება კონსტანტინე ოლდენბურგისა და ან ჯაფარიძე აგრაფინას ის ექსპონატები, ფოტოები, რომლითაც დავიწყეთ დღეს გადაცემა, რატომაც დაერქვა სიყვარულის სასახლე დღევანდელ ჩვენს გამოშვებას, ალბათ დღევანდელ გამოფენას და გამოფენას. ამას ალბათ აუცილებლად გაიგებთ უკვე იქ სასახლეში მიბრძანებულები. აუცილებლად და მე მგონი აღნიშნე კიდევაც რომ ადამიანები ვინც ახლა ამ გადაცემას უყურებდა არ არსებობს არ დაინტრიგებულიყო და არ დაინტერესებული ყველაფერი იმით რაც ვისაუბრეთ და არ გაჩვენოდა სურვილი თავისი თვალით ენახა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიცით 1000-ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახის ჯობს. თათი ელბაქიძეს მშვენიერეს ქალბატონს. დიდი მადლობა აკომპანიმენტისთვის. ასევე მადლობა თითოეულ მაყურებელს, რომელიც იყო გვისმენდა საინტერესო დიალოგებს და ლექციის სახით, რომელიც შევთავაზეთ, სტუმრებს თითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა ბატონ გიორგი კალანდიას კიდევ ერთხელ და მოკლედ აი ეს ფრაზებით ხوار დამამშვიდობოთ, რითაც დავიწყეთ. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ სულ მალე დადგება. სულ მალე შეგხვდებით ორ შაბათს. ნახვამდის.